ტრენინგ სემინარი ქართულ ჭიდაობაში, რომელიც ბათუმის სპორტის სასახლეში 4 დღის მანძილზე მიმდინარეობდა, დასრულებულია. ტრენინგ სემინარების მიზანი აჭარაში მწვრთნელთა და მსაჯთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი პროფესიული დაოსტატება, ასევე სპორტული გარემოს გაჯანსაღება და მაღალი სტანდარტების დამკვიდრება იყო. ტრენინგ სემინარში საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წევრებიც მონაწილეობდნენ. სემინარები თეორიულ კურსთან ერთად პრაქტიკულ მეცადინეობებსაც მოიცავდა, სადაც სპეციალისტებმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება საჭიდაო ხალიჩაზე გაუსიერეს. ღონისძიების დასასრულს სემინარის მონაწილეები სიგელებით დადგმობდნენ. ჩატარდა რამოდენიმე დღიანი სემინარი, რომელშიც იყო ჩადებული თეორიული და პრაქტიკული ილეთების შესრულება, ფანდების შესრულება. კარგი იქნება ასეთი სემინარები, რომ მომავალ წელში გაგრძელდეს. ანუ რამოდენიმე წელი გრძელდება ეს სემინარები და აი მარცვალ ნაბიჯ რომ უფრო უკეთესი შედეგები გქონდეს მოსწავლეებთან. ამ მიღებულ ცოდნას გადავიტანთ ჩვენ სპორტსმენებში. მე პირადად როგორც სემინარის მონაწილეს ერთ-ერთ რიგით ჯარისკაცს მოიტყვიან მეუფლება სიამაყის და კმაყოფილების განცდა, რომ სემინარმა ჩაიარა ძალიან წარმატებულად როგორც პრაქტიკული ჩვენებები და მასტერკლასები, ისე თეორიული კურსი. მოწვეულმა ჩვენმა უფროსმა მეგობრებმა მაღალი რანგის ქართული ჭიდაობის სპეციალისტება სისტემაში აი ამ თავის დროზე რომ თავისი სიტყვა თქვეს და დღესაც აგრძელებენ, ყველა ღონე ისრუნეს აიმისოთ, რომ პროფესიული გამოცდილება რაც მათ ჰქონდათ გადაეცათ ამასთვის. აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მწვრთნელთა და მსაჯთა გადამზადების სემინარები, სადაც მოწვეული იყო ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები. ამ გადამზადებაში ჩართული იყო ჩვენი რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის მწვრთნელები და მსაჯები. მინდა აღვნიშნოთ, რომ აჭარის სპორტის დეპარტამენტი სამომავლოდაც გააგრძელებს მსგავსი ღონისძიების დაფინანსებას.